გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში ძალიან საინტერესო ფაქტებზე მოგიყვებით ისტორიიდან. რაც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. დავიწყოთ და ვნახოთ რამდენად დაგაინტერესებთ. პაბლო პიკასო დაიბადა მალაგაში, როგორც დაბადების მოწმობაშია მითითებული 1891 წლის 25 ოქტომბერს. მას დაარქვეს პაბლო დიეგო ხოსე ხუან ნეპომუსენო ი სიპრიანო დე ლა სინტისიმა ტრინიდადი. ნათლობის შემდეგ კი კიდევ ერთი სახელი დაემატა, მარია დე ლოს რემენდიოსი. ინგლისში მეუღლეთა სექსი ადრე მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი. მეფემ ნებააშლილ წყვილს აძლევდა აბრას, რომელზეც ეწერა Fornication under consent of the king, ანუ მრუშობა მეფის ნებართვის ქვეშ. სახლის კარზე ჩამოკიდებული ეს აბრა მის მიღმა მიმდინარე ქმედებების ლეგალურობაზე მიუთითებდა. აქედან მოდის ზნა fuck. ინგლისის მეფე ჰენრი მერვემ თავის მინისტრ თომას მორს უბრძანა გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის ნოტა პირადად წარედგინა. თქვენო უდიდებულესობაო, მიუგო მორმა, თქვენ ხომ იცით როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე? ის მაშინვე თავს გამაგდებინებს. ნუ გეშინია, თუ კი ამას ჩაიდენს, მე წამიერად გავცემ ბრძანებას. ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს თავი მოკვეთონ. დაამშვიდა მეფემ, ძალიან გულმოწყალე ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობაო. მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი ჩემს მხრებს არ მოერგება. უპასუხა მორმა. 2500 ცაცია ადამიანი ან კიდევ უფრო მეტი იღუპება ყოველწლიურად მემარჯვენე ხალხისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გამოყენების გამო. ბაბილონში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქორწინებიდან 1 თვის განმავლობაში გათხოვილი ქალის მამა სიძეს ლუდის თვეს უწყობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სიძე სიმამრის ხარჯზე 1 თვის განმავლობაში იმდენ ლუდს სვამდა, რამდენიც უნდოდა. ქალაქ ეიმსის კანონი მამაკაცებს უკრძალავს სოლთან ერთად დაწოლას, თუ მან 3 კლუბზე მეტი ლუდი დალია. ძველ ბაბილონში დამზადებული ლუდი იმდენად კარგი ხარისხის იყო, რომ ხამურაბის კანონის თანახმად სიკვდილით ისჯებოდა ყველა, ვინც ლუდს წყლით გააზავებდა. გამყალბებელს სიკვდილის არჩევის საშუალებაც კი ჰქონდა. მას ან მის მიერვე გაფუჭებულ კაცში ჩაახშობდნენ, ან იმდენს დაალევინებდნენ, სანამ სული არ ამოსწურებოდა. ჩინეთის პირველ იმპერატორსა და დიდი კედლის ამგებ ჩინ შიხუანს ჰყავდა 12140 ცოლი და ჰქონდა 10000 ოთახიანი სასახლე, რომელშიც 27 წელი ისე იცხოვრა, რომ ერთსა და იმავე ოთახში ორჯერ არასდროს უძინია. სპარტაში უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა. სპარტელები ხანში შესულ უცოლო მამაკაცებს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და თეატრში ადგილსაც კი არ უთმობდნენ. თანაც ეუბნებოდნენ, ჯერ შენ ის არ გაგიჩენია, ვინც მომავალში მე უნდა დამითმოს ადგილიო. ერთხელ მარკიზმა დე შაროლემ გართობის მიზნით ადამიანი მოკლა. ამ ამბის გამო შემდგარ სასამართლოზე მეფე ლუდოვიკო მე-14-მ მარკიზს უთხრა: მე გპატიობთ თქვენ სამკვლელობას, მაგრამ შევიწყნარებ იმასაც, ვინც თქვენ მოგკლავთ. ვოლტერის მსახურმა, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი იყო, თავის პატრონს სოფელში ნათესავებთან გასაგზავნი წერილის დაწერას თხოვა. როდესაც წერას მორჩა, ვოლტერმა მსახურის წერილი ხმამაღლა წაიკითხა, რადგან აინტერესებდა კიდევ რამის დამატებას ხომ არ ისურვებდა. მსახურმა უპასუხა: მიაწერეთ, რომ წერილის ავტორი თქვენ ბრძანდებით და მსულელური სტილისთვის ბოდიშს ვუხდიო. მეგონა სიბერით მოვკვდებოდი. მაგრამ როდესაც რუსეთმა, რომელიც მთელ ევროპას პურით კვებავდა ხორბლის შეძენა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით მოვკვდებოდი. ეს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია. უამრავი ცნობილი ადამიანი იყო ცაცია, მათ შორის ნაპოლეონი, და ვინჩი, მიქელანჯელო, აინშტაინი, ნიუტონი, ბილ გეიტსი, ობამა და ჯიმი ჰენდრიქსი. იაპონიის კუნძული ხასიმა 1810 წელს კლდის პატარა ნაგლეჯს წარმოადგენდა ოკეანეში, რომლის ფართობი სულ რაღაც 0.73 კვადრატული კილომეტრი იყო. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კლდოვან ნაპირებთან ქვანახშირის საბადოები აღმოაჩინეს, იაპონიის ხელისუფლებამ დაიწყო კუნძულის ხელოვნური გაფართოება, საბადოებიდან ამოღებული ქვანახშირის გადამუშავების ნარჩენების დაყრით. 1890 წელს კუნძული შეისყიდა იაპონურმა სამრეწველო გაერთიანებამ მიცუბიშმა. კომპანიის მენეჯმენტით გათვალისწინებული იყო კუნძულის გაფართოება და მასზე მეშახტეთა მთელი ქალაქის გაშენება. ჩანაფიქრი მალე სისრულეში იქნა მოყვანილი. აყვავების პიკის დროს ხასიმა ითვლებოდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტად დედამიწაზე. 1 კვადრატულ კილომეტრზე აქ 139,000 ადამიანი მოდიოდა, თუმცა ქალაქის მოსახლეობა სულ 5000 კაცს შეადგენდა. გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომოსტროსესკიაპედიობლ
ჰიპოპოტომონსტროსეს კიპედალიოფობია ეწოდება. აბა თქვენს სადეთ. როდესაც დალაი ლამას კითხეს რა აუცებს ყველაზე მეტად, მან უპასუხა ადამიანი. ის სწირავს თავის ჯანმრთელობას რომ გამოიმუშაოს ფული. შემდეგ ის სწირავს ფულს რათა დაიბრუნოს ჯანმრთელობა. მას ისი ანაღლებს თავისი მომავალი, რომ 10 მყოსგან სიამოვნებას ვერ ღებულობს. საბოლოო ჯამში ის არც 10 მყოთი ცხოვრობს და არც მომავლით. ის ცხოვრობს ისე თითქოს არასდროს მოკვდება და ბოლოს ისე კვდება თითქოს არასდროს უცხოვრია. მარკ ტვენის აზრით არსებობს ტყუილის სამი სახეობა: ტყუილი, თავხედური ტყუილი და სტატისტიკა. სახელი იაგუარი აღნიშნულ ცხოველს ინდიელებმა უწოდეს და სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ის, ვინც კლავს ერთი ნახტომით. ძველი რომაელები, რომლებიც ტრადიციულ სამოს ტუნიკს ატარებდნენ, შარვალს ბარბაროსების ტანისამოსად მიიჩნევდნენ და შესაბამისად შარვლის ჩაცმა მათთვის უხამსობასთან ასოცირდებოდა. გალიას, სადაც მამაკაცები შარვლებით იმოსებოდნენ, დაცინვით მოიხსენიებდნენ როგორც გალია შარვალში. ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა დაადგინა მსოფლიოს უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქების სია, სადაც ორი ქართული ქალაქი მოხვდა: ქუთაისი 2000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მცხეთა 1100 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ბეღურისნაირთა რიგის ფრინველი ბულბული, რომელიც გალობით არის სახელგანთქმული. გალობის დროს თვალებს ხუჭავს, სწორედ ასეთ დროს ხდება იგი ყველაზე ხშირად სხვადასხვა სახეობის მტაცებლის იოლი მსხვერპლი. ამის გამო ბულბულთან საინტერესო პარალელებს ავლებენ ხოლმე. კაკაოს ხე ყველაზე გავრცელებულია ამერიკაში. ეს ხე და მისი ნაყოფი ევროპაში შემოტანილ იქნა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ამერიკა. კაკაო თავდაპირველად ჩამოიტანეს ესპანეთში. ამერიკის და მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები და მაიას ტომის ხალხი იყენებდნენ ამ ნაყოფს და ამზადებდნენ კაკაოს ნაყოფისგან შოკოლადს. მაიას ტომში კაკაოს ხეს რგავდნენ სახლთან ახლოს და გამოიყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში თხევადი სახით. ანუ როგორც ყავას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს. ევროპაში შოკოლადი გავრცელდა ესპანეთიდან და 1600 წლისთვის კაკაომ მოიპოვა პოპულარობა. სიყვარული, ზიზღი და ეშმაკის სასმელად წოდებაც კი. მხოლოდ იმის გამო, რომ კაკაო ისევე როგორც ყავა შეიცავს კოფეინს, რაც იწვევს შეჩვევას, მცირედი რაოდენობით. შოკოლადის წინააღმდეგი იყო დიდი ხნის მანძილზე ეკლესია, თუმცა ამბობენ, ეს იქამდე სანამ თავად მღვდელმთავრებიც არ მოინუსხდნენ მისი გემოთი. ერთ-ერთი პირველი იყო ვინმე შვედი, დენიელ პიტერი, სანთლის მაღაზიის მეპატრონე, რომელმაც 1867 წელს დაიწყო შოკოლადის წარმოება და წყალის შეანაცვლა რძით. ამით ბავშვების გულიც მოიგო და ბავშვა კვების პროდუქტთა მწარმოებელმა შეისყიდა რძიანი შოკოლადის რეცეპტი. ამ კაცს ერქვა ჰენრი ნესტლე. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პირველი საფულე იყო მიწა. ძველი სიბრძნე გვაუწყებს, რომ პრობლემები არ აქვს იმას, ვინც ფულს უფრთხილდება. იყო დრო, როცა ტანსაცმელს ჯიბეც კი არ ჰქონდა. მას სად ინახავდნენ ადამიანები ფულს? სად და მიწაში. ყველა ვისაც ბევრი მონეტა ჰქონდა, მათ მიწაში ფლავდა და მოსახმარად მხოლოდ ცოტას იტოვებდა. ფულს ასევე ინახავდნენ ხის ფუღუროებში, ან ჭაში ჩაუშვებდნენ ხოლმე, ქსოვილში გამოკრულს, ან ქვის კედლებში, პატარა ღრიჭუებში ტენიდნენ. ინახავდნენ თიხის ქოთნებშიც. მოგვიანებით სავაჭროდ განკუთვნილ ფულს ახვევდნენ 4-კუთხა ქსოვილში და ჯოხზე მიაბავდნენ ხოლმე. ძველ ევროპაში ფულის ჩასადებ ქსოვილს პატარა ტომციგებს, კისერზეც იკიდებდნენ. მალე მათი მოქარგვა, მორთვა და ძვირფასი ლითონების სამაგრებით შეკვრაც დაიწყეს. ასე ნელ-ნელა მიიწევდა ევროპა საფულისკენ. მე-17 საუკუნეში პირველი საფულე გაჩნდა. ყველაზე ძვირფასი ოქროთი მორთული საფულეები ჰქონდათ თურქ დიდებულებს, რომლებმაც ბიზანტია დაიპყრეს და უზარმაზარი სიმდიდრე ჩაიგდეს ხალხში. საფულის გამოგონება პრაქტიკულად დაემთხვა ქაღალდის ფულის დაბეჭდას. და ეს ბუნებრივიცაა. თქვენ რომ პირველი ქაღალდის ფული გენახათ, რომელიც ზომით მართლაც შთამბეჭდავი იყო, მიხვდებით რომ ის ვერანაირ ტომსიკაში ვერ ჩაიდებოდა. გაცილებით კომფორტული გახდა კარკასზე გადაჭიმული პრაქტიკული საფულე. მის არს ყველაზე უკეთ ასახავს საფულის რუსული სახელწოდება ბუმაჟნიკ, ანუ საკახალდე. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.